დილა მშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო. გიერთდებით თემით სოდომისა და გომორის შესახებ. თქვენს შემომიერთდით და დავიწყოთ ლაივი. მანამდე იუთუბერებს მინდა ვთხოვო, რომ გადააზიანონ ვიდეო, მოიწონონ და ლაიქონ, გამოიწერონ არხი, დაწერეთ კომენტარები თქვენს იმის შესახებ, თუ როგორ მოგწონთ ჩემი გადაცემა, ჩემი არხი და ასე შემდეგ. გამარჯობათ, შემომიერთდნენ უკვე და დავიწყოთ თემა. აქ უკვე ნაცლად ჩანს, რა ხდება სოდომ გომორში, როდესაც ღმერთი გადაწყვიტავს თუ თვითონ თავის გაანადგურებს ეს გომორი, თუ რა მოხდება, ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ როგორც წერილებიდან ვიცით, ღმერთი გადაწყვიტავს, რომ ეს ქალაქი თლიანად გაანადგუროს. და რატომ ავირჩი ახლა დღეს ეს თემა, მინდა უცბად მოგახსენოთ, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და ძალიან მოგწონს როგორც ქრისტიანებს ჩვენი თავი, ამ 2 დღის განმავლობაში ისეთი ამბები უკაცრავად, ისეთი ამბები გავიგე, რომ ჩემთვის პირადად შოკი იყო და მეორე ის, რომ რაღაცა ფენა საზოგადოებისთვის ეს თემა ისე მისაღებია, რომ თითქოს იყოს 2x2 4, ანუ ჩვეულებრივი საკითხი. რომ ამ სოდომ-გომორული ცოდების შესახებ საქართველოში ჩვეულებრივი საკითხია ეს ელიტაში, ელიტა საზოგადოებაში. და მოდი ამაზე ვისაუბრებ რა ცოტას დღეს. სოდომ-გომორული ცოდები, რომელიც არის ასევე დღეს ჰომოსექსუალიზმი, სხვა მრავალ მათ შორის, განხრას შორის, ბისექსუალიზმი, ინცესტი, აი ესენი არის დღევანდელი საქართველოსთვის ჩვეულებრივი თემა. ჩვენ ვართ სოდომ-გომორში. ანუ სოდომ-გომორი თავისთავად ისევ და ისევ აღმოცენდა ამ ტერიტორიაზე, სადაც ღვთივკურთხეული მიწა ეწოდება. ყველა ეს ცოდვა, რასაც თქვენ ახლა უყურებთ ქვემოთ კოლაჟში მოცემულ გამოსახულებებში, ხო, ეს აღწერილი არის და ძალიან, რა ვიცი, შესრულებული აქვს უმაღლეს დონეზე. ყველა ეს ცოდვა, რასაც თქვენ ქვემოთ ხედავთ, არის და საქართველოში ჩვეულებრივი საკითხია. თუმცა ამას ფართო საზოგადოება ვერ ხედავს, იმიტომ რომ დაფარულში ხდება ყველაფერი და დაფარულში როგორც სასულიერო პირებში, ისევე სასულიერო პირებს გარეთ ერში მოსული თემა. ჩვეულებრივი თემა. აი როგორც მე შემიძლია გითხრა გამარჯობა, იმათთვის არის ეს თემა, კი ბატონო, მოსულა. ხვდებით? ამ ქვემოთ მოცემულ კოლაჟს აკლია ანაფორიანელები, რომელიც ანაფორაში რომ დგანან და იგივეს აკეთებენ. თორე ეს ერის ხალხის მიერ აღწერილი აი ეს სცენები ყველა ჩვეულებრივი მომენტია საქართველოში და საქართველოს გარეთაც, ახლა მარტო საქართველოში არა. აი მაღლა თქვენ ხედავთ
ქალაქს, რომელიც განადგურდა, გოგირდის წვიმამ გადაწვა მთლიანად ქალაქი და მანამ სანამ განადგურდებოდა, ანგელოზები მიდიან ერთ-ერთ პატიოსან ოჯახთან და ეუბნებიან, რომ აი, იცი რა, შენ გაიყვანე შენი ოჯახი, დღეს მოხდება ისეთი რამ, რომ უკან არ მოიხედოთ. რამე თუ ეს უკან არ მოხედვა, იმის სიმბოლო იყო, რომ ვინც უკან მიიხედავდა, ის მაინც იყო აი ამ სოდომ გომორული ცოდვებით დაზიანებული და ეს ერთგვარი ვირუსია, მეგობრებო. და აი აქ მაღლა თქვენ კუთხეში მარჯვნივ ხედავთ, რომ აი ამ ოჯახის გამოსვლა ხდება აი ამ სოდომ გომორული ცოდვების ქალაქიდან. სოდომ და გომორა ერქვათ ამ ქალაქებს და შემდეგ აი დაერქვა ამ ცოდვებსაც სოდომ გომორული ცოდვები. აი აქ მაღლა კუთხეში ხედავთ, რომ ეს ქალბატონი მაინც მიიხედავს უკან და იქვე გაშაშდება. მადლობა ლილი, თამარ გამოგესალმე, გისურვებ ყოველივე კარგს, მეუბნება ლილი და დიდი მადლობა. გაშაშდება, იმიტომ რომ მასშიც იყო ეს სოდომ გომორული ცოდვები რაოდენობით ჩაბეჭდილი. იმიტომ რომ ცდუნება, რომელიც მიგახედინებს უკან, აბა რა ხდება ნეტა, იქ რა მოხდა, ეს იმას მიანიშნებს, რომ შენ აი ამ ცნობით მოყვარეობით ხარ დაკავებული და ეს ყველაფერი აქ რაც არის კოლაჟში აღწერილი, არის სწორედ ცნობის მოყვარეობის შედეგი და ნაყოფი. ამიტომაც გაშიშდება ეს ქალბატონი. სახელები აღარ მახსოვს ახლა ამ ბიბლიური პერსონაჟების, მაგრამ ქალიშვილებით გამოვა ეს მამაკაცი, რომელსაც გააფრთხილებს ანგელოზი არის თუ ხმა, ღვთისგან ხმა და ესენი გადარჩებიან მხოლოდ ეს სამი ამ სოდომ და გომორის ქალაქიდან, რომლებიც გამოვიდნენ, უკან მოუხედავად. ამ ორი დღის განმავლობაში მესმის საშინელი ამბები, რომელიც პირდაპირ ახალ საფეხურზე ასვლისკენ მიბიძგებს და მეუბნება, რომ ეხლა უკვე ეს დროა. რა დროა, მეგობრებო? დღეს დილით მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, სიდონის წევრი და მეუბნება ესეთ რამეს. მეუბნებიან და გვეუბნებიან უკვე ზეციდან, რომ ენდროს დროა. ენდროს ვედროს დროა. ეხლა რას ნიშნავს ეს ენდრო? თქვენ იცით, რომ როდესაც მაგდალენელი მიუტანს მეფეს კვერცხს და ეუბნება, რომ ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად, გილოცავთ, მიულოცავს, მეფე ესეთ სიტყვებს ეუბნება, რომ მე ისე დავიჯერებ მე ახლა აღდგომას, როგორც ეს კვერცხები გაწითლდებიანო და ამ დროს გაწითლდნენ ეს კვერცხები და აქედან დაირქვა მე კვერცხებს რატო უღებავთ აღდგომაზე. იმიტომ რომ სასწაული მოხდა მის თვალწინ და დაიჯერა ირწმუნა მეფემ ეს სასწაული. მოკლედ ერთი სიტყვით, ენდროს დროა არის ის, რომ ყველაფერი ფერს იცვლის, წითლად. არა თეთრად, წითლად. წითლად ფერის დროს შეცვლა ნიშნავს, მეგობრებო, დიდ სისხლს. ანუ თქვენ იცით, რომ თამარ მეფის დროშა იყო წითელისა და შავის ფერებით გაწყობილი. წითელი და შავი ფერები. რატომ? იმიტომ რომ ბნელეთი მოცული ქონდა სოდომ გომორულ ცოდვებს და სოდომ გომორულ ცოდვებს ქონდათ ბნელეთი მოცული. და ეს არ არის შემთხვევით აღებული ეს ფერები, როდესაც ეს დროშა წარმოიქმნა. აი ამ ყველაფერს ცდილობდა თამარი, რომ წერტილი დაესვა და სოდომ გომორული ცოდვები იმ პერიოდისთვის ძალიან გავრცელებული იყო, როგორც დღეს, ისე ყველა დროში. დღესაც ასევე გავრცელებულია სოდომ გომორული ცოდვები.
ეხლა მე უბრალოდ კითხვა მინდა დაგისვათ, ეხლა პატარა ბავშვები არ ხართ თქვენ და დარწმუნებული ვარ ყველას გამოცილი გაქვთ რა არის მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა, ხო? და ესა უიდეთ და ლოყები არ გაგიწითელდეთ. ესე არ მინდა ვილაპარაკოთ. მე მინდა ვილაპარაკოთ როგორც ზრდასრული ადამიანები, რომლებისთვისაც სექსი არ არის აი ისეთი სიტყვა, რომ უიდე და რა თქვა ეს, ხო? ანუ ჩვენთვის ყველა გავჩდით ამის საფუძველზე, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენს გონებაში ესეთი აზრები ჩნდება და არ მითხრას არავინ, რომ ჩემს გონებაში ასეთი აზრები არ გაჩენილაო. აი ამ სოდომგომრული ცოდების აზრები ჩნდება. ამ შემთხვევაში ჩვენ თავებს ვიბრმავებთ და ვფიქრობთ, რომ იცი რა, ამას მაინც ვერავინ ვერ გაიგებს, მე არავის არ ვეტყვი და ვართ ესე მრუშობაში ოღონდ დაფარულში. გაიხსენეთ ქრისტე ამბობს, თავის მოწაფეები ეკითხებიან, როდის ითვლებაო ღალატათო და ქრისტე ეუბნება, გეტყვით თქვენ, როდესაც მამაკაცი ქალთან არის და სხვაზე ფიქრობს, ესეც ცოდვა არის, ესეც ცოდვად ითვლებაო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სოდომ-გომორული ცოდები თქვენი მამაკაცთან და ქალთან მეუღლესთან ურთიერთობის დროს, როდესაც წამოვა თავში და გაწუხებთ, ხო? იგივე ხარისხში არის აყვანილი როგორც ხორციელ მრუშობაში და ხორციელ სოდომ-გომორულ ცოდებში. იცოდეთ ეს რა ჩემგან უბრალოდ. ამაზე გახსნილად ვერ საუბრობენ მღვდლები და ცხვენიათ. პატარა ბავშვები არიან, ცხვენიათ. ასევე იმ ხალხს, რომელიც თავშიც ესეთი სოდომ-გომორული ცოდები ტრიალებს, მათაც ცხვენიათ მღვდლებთან ასეთი საკითხების განხილვა. ფსიქოლოგებთან არ მიდიან. ფსიქოლოგებთან ვინც მიდის, იმას უკვე ხორციელშიც გავლილი აქვს ეს საკითხი და მოკლედ ერთი ამბავი. ეხლა რა მინდა გითხრათ. შიზოფრენია, ანუ ადამიანს, რომელსაც ხმები ესმის, ამ საკითხებს ფსიქოლოგები უწოდებენ შიზოფრენიას და ადამიანებს ჭყიპავენ წამლებით. თუმცა ადამიანს, რომელსაც აწუხებს ეს სოდომ-გომორული ცოდები, ეს ჩვეულებრივი მომენტია და არანაირი წამალი არ გვჭირდება. მაგრამ იმ ადამიანს, რომელსაც ზეცი და ხმები ესმის, ის საშიშია, მას სჭირდება წამლები, მაგრამ ასეთ ადამიანს არა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, ეს უნდა გავიაროთ ეს ცხოვრებაში და გავიაროთ და ეს ხდება ხოლმე თურმე. ეხლა ხვდებით ალბათ, რომ რა გზითაც საუბრობ, ხო? რა დატვირთვისაც საუბრობ, რომ ცოტა ირონიაც არის ამაში. უნდა გითხრათ, თორე ზოგი ვერ იგებს ხოლმე. უკაცრავად სხვიში ვარ, ცოტა გაჭედილი. როდესაც აღსარებაში აბარებ და არც ფიქრობ, რომ უნდა ჩააბარო ასეთი ცოდები, როდესაც მამაკაცთან ხარ, შენს მეუღლესთან და ან მამაკაცი ქალთან და მეუღლესთან და უტივტივებს თავში ესეთი აზრები, რომ აი ახლა მამაკაცთან უნდა მას, ხვდებით? ქალთან წევს და მამაკაცთან უნდა. და ქალთან კიდე მამაკაცთან წევს და სხვა რაღაცები უნდა, გესმის? აი ესეთი ცოდები, როდესაც არის საზოგადოებაში, მეგობრებო, მე ამას ვეძახი დემონებს. და ამაზე ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა გაიცინა. დამცინა თითქოს. ხო და ეს აზრები არის დემონები, მეგობრებო. და ეს დემონები თქვენ თუ ვერბალურად არ გაიარეთ ვინმესთან, ხო? სულიერ პირთან, ეს დემონები თქვენით იკვებებიან უკუნისამდე. ესე კაცობრიობაში სულ ყოველთვის აი ესე გამოიკვებებიან, გესმით? და ვიღაცას ეგონება, რომ აი ამას ვინ გაიგებს ჩემს თავში რა ტრიალებს. არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს. მეგობრებო, თორნიკე წერს, მართლმადიდებლობა ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ცხოვრების წესი, ეს არის სიცოცხლე ღმერთში, საქართველოს გაერთიანებისა და აღორძინების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში. ეს გასაღები
აქვე არის საქართველოშიც უფრო მეტიც თითოეულ ქართველში ეს აქ ზეციურ საქართველოში წყდება გიორგი ბასილაია ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი მამა გიორგი ბასილაძე თორნიკე მოიცადე თორნიკე ეხლა ცოტა იმედი უნდა გაგიცრუო რა მე მინდა გითხრა რომ საქართველოში ყველაზე დიდი სოდომ გომორია გაჩაღებული და საქართველოში სოდომ გომორი მარტო სექსუალური დარღვევა არ არის აქ არის კიდევ დარღვევა ისე რომ გუშინ მდგავარ მე წირვაზე გამოდივარ გარეთ ხველებამ ამიტანა და ალბათ მივხვდი რატომაც ამიტანა ხველებამ გარეთ გამომიყვანა გამომედი თუ არა გარეთ მესმის ესეთი საუბარი ტელეფონის კაცი დგას წირვაზე გამოსულია ისიც წირვიდან და სატელეფონო საუბარში ეუბნება ესეთი კარგი წავედი ეხლა მანქანაში ვზივარ მე გაგახსენებთ ჩემს წინა ლაივში რომ ვახსენე რომ მარშრუტკაში ვზივარ და ფსიქოლოგი ქალი რომელიც სატელეფონო საუბარს აწარმოებს თავის პაციენტთან ეუბნება ესეთ რამეს კარგი წავედი ეხლა პაციენტი მყავს და მარშრუტკაში გატენილ მარშრუტკაში ზის სოდომ გომორული ცოდები მეგობრებო არ არის მხოლოდ სექსუალური დაავადებები სოდომ გომორული ცოდები არის ტყუილის თქმა ისე რომ არც კი იაზრებ რას აკეთებ ტყუილი არის სოდომ გომორული ცოდვა და როდესაც საქართველოში ფსიქოლოგის იტყუება წირვაზე მდგარი ადამიანის იტყუება და ალბათ მღვდლებიც მაგრად იტყუებიან ალბათ კი არა და 100%-ით ესეა თქვენ გონიათ სოდომ გომორის სხვაგან არის საქართველო ვერავის ვერ გადაარჩენს და ვერც თავის თავს ვერ გადაარჩენს თუ არ განიკურნა ამ სოდომ გომორული ცოდებისაგან პირველ რიგში თუ ფსიქოლოგი თავის პაციენტს ატყუებს ვინ უნდა განკურნოს და თუ მღვდელის თავის მრევლს ატყუებს ვინ უნდა განკურნოს მაშინ სოდომ გომორისაგან გამაგებინეთ ღმერთმა ღმერთი აგერ წავიდა წაიყვანა თავის შვილი და თქვა კარგად იყავითო რა აცი თქვენთან ჩამომხედავი აღარ ვარო რა ანუ ხო ვისაუბრეთ მაგაზეც რომ წაიყვანა თავის შვილი გაარიდა აქაურობას ჯვარს აცვა და წავიდა ეხლა თქვენი ჯერიაო ეხლა თქვენ გააკეთეთო ის რა თუ გადარჩენა გინდა თქვენ თვითონ გადაეჭინეთ თავები და თქვენ გონიათ რომ საქართველოში ვინმე არის ისეთი ვიც უკაცრავად აიცხვირი ვეჭედება ვინც ჩვენ განგვკურნავს ვინც ჩვენ განგვკურნავს და ხმები რო ესმით ზეციდან და ამას მე წამლებით ჭყიპავენ ისე ვითომ ექიმები და ფსიქოლოგები ვინ უნდა განგკურნოს ხალხო შინაგან ხმასთან არ გაკავშირებენ როგორც კი მე მაქვს ერთ პაციენტთან პაციენტი არ იყო ეს ერთ-ერთი ვისაუბრეთ რა უბრალოდ გავისაუბრეთ ასეთი რაღაც გაგონილი რომ როდესაც ჩემ შინაგან ხმას დაუკავშირდიო მე იქ ძალიან გაფაქიზებული მქონდა ცნობიერება ესე იგი ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდიო და ყველაფერი იყო ჩემთვის როგორი თუ ადამიანს შეუძლია მარტო ერთი ადამიანის ლაპარაკი მოისმინოს ამ ადამიანს ჰქონდა თქვათ 5 ადამიანი რომ მდგარიყო ოთახში დაელაპარაკა 5-ევესაც იგებდა გესმის ანუ მაღალი ცნობიერებაში იყო ასული და ამას რა უქნეს იცით ჩაქოლეს საგიჟეთში მოათავსეს ეს ადამიანი გაკოჭეს და წამლები აჭყიპეს ხალხო ეს ადამიანი იყო უმაღლესი და ჩვენ ვიცით რომ ერთ-ერთი მეფე რომელიც 10 საქმეს ერთად აკეთებდა შესულია გინესის წიგნში მაგრამ ეხლა თუ ადამიანს ეხსნება ეს ნიჭი ეგრევე უხშობენ და იცი რა მითხრესო ნუ ავადმყოფობას მიაწერეს რა ეს საკითხი და ეს სოდომ გომორული ცოდებით რო არის დაავადებული ადამიანი და თუ არ შეუძლია სოდომ გომორული ცოდვა სპეციალურად წამას უწერენო სოდომ გომორული ცოდვა შეძლოს მე ფსიქოლოგებზე მაქვს ახლა საკითხი რა ანუ ფსიქოლოგების წრეში რაც ხდება ალბათ მიხვდებით საიდან ვიცი ჩემს ლაიფებს ვინც ადევნებს თვალს ესე იგი ახალი რელიგია იქნება ფსიქოლოგია
ეს არის ახალი რელიგია და ამათ ხელში და მანიპულირებენ ესენი ძალიან მანიპულირებენ ადამიანებით და ფრთხილად იყავით რა. თვითონ ეს ადამიანებიც, ფსიქოლოგებიც სხვერპლი არიან ამ სისტემის. იმიტომ რომ ასე ასწავლიან და რასაც ასწავლიან, როგორც მედიცინა გააფუჭეს და როგორც მედიცინაში არ გაქვს უფლება რომ თქვას ექიმა აც რა არის დამაზიანებელი და აც რა იწვევს აუტიზმს, არა აქვს ექიმს უფლება რომ თქვას. ვინც იტყვის თავისივე სამსახურიდან თავისივე ხელით აწერინებენ განცხადებას რომ წავიდეს. ასევე ფსიქოლოგთა წრესში ასწავლიან იმას რაც უნდა თქვან და თუ არ გააკეთებენ იმას, ისინი არ იქნებიან კარგი ფსიქოლოგები. ვერ გახდებიან პრესტიჟულები. ასე რომ შემოკარგება ხო? ძალიან დაფიქრდით რა. ფსიქოლოგთან მისვლა აუცილებელია, თუ კი მამაო არ ყავს კარგი. და როდესაც მამაო ფსიქოლოგთან გაგზავნის, აქ უკვე თვითონვე სისტემა გეუბნება, რომ ვერც ეკლესია ვერ მუშაობს, ვერც ფსიქოლოგები ვერ მუშაობენ, იმიტომ რომ ფსიქოლოგი შემდეგ ისეთ რაღაცებს გიკეთებს, რომ კონფიდენციალურობა დარღვეული აბსოლუტურად, ჯანსაღი გონება დარღვეული აბსოლუტურად და თუ კი ჯანსაღი გონების ხარ, თვითონვე ფსიქოლოგი, დაზიანებული გონების ფსიქოლოგი შეგრაცხავს ავადმყოფად და გაგზავნის ფსიქიატრთან. და ფსიქიატრი უკვე ფარმაციის ბიზნესშია ჩართული და იხარე. დამოკიდებულებაში გიყოფს თავს პირდაპირ გტუცავს. ეხლა მეორე საკითხი, ნარკოდამოკიდებულება. ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ძირითადად ახლა გუშინ გავიგე ისეთი რაღაც, რომ ამ მიწების გაყიდვით ეკლესია ათეთრებს თავის შემოსულ ფულებს. ჯერ ისყიდის მიწებს, ეკლესია სერიოზულად ჩართულია ამ საკითხში, შეისყიდის მიწებს და შემდეგ ამ მიწებს ათეთრებს ფულს ამ მიწების გასხვისებაზე და აქ მიდის ერთი დიდი სოდომ-გომორული ცოდების რაღაცა საშინელება. ეხლა მე მინდა გითხრათ, რა ფულს ათეთრებს ეკლესია? რითი ვაჭრობს ეკლესია? ნარკოტიკით, მეგობრებო. ეკლესია ვაჭრობს ნარკოტიკით დღეს. ეს არის დიდი მაფია და ამ ჩვენს ახალგაზრდა მრევლს და ამ ჩვენს ახალგაზრდა თითქმის ნახევარი საქართველო რომ მონაზვნებად გადაიქცა, ამ ნარკოტიკით კვებავს. და ეს არის დაფარული სისტემა, რომელიც არ გადის გარეთ. და მოვედი ადამიანი და გეუბნებით, გამოვიტანე გარეთ ეს თემა. მე კი ნუ დამიწყებ თქვის სროლას, გამოიკვლიეთ, გამოიჯეთ ეს საკითხი და დავასრულოთ ბოლოს და ბოლოს ეს სოდომ-გომორული ცოდები ამ ქვეყანაში. დავასრულოთ, გვინდა? საქმე კითხვა, ზუსტად კითხვა უნდა დაისვას. უკაცრავად. როგორც ერში, ისე ბერში, გვინდა განკურნება? პასუხს გასცემ შენვე, შინაგანით. თუ არ გინდა განკურნება, სოდომ-გომორული ცოდები ქვეყანაში ვერ აღმოიფხრება, როგორც გითხარით. სოდომ-გომორული ცოდები არ არის მხოლოდ სექსუალური დაზიანება. კაცს რომ ცოლი ყავს და კიდევ 10 სხვა საყვარელი და იმ ქალს რომ კიდევ 10 სხვა საყვარელი და საშინელი ვირუსები რო არის გავრცელებული და ეს დაავადებები რომ გადადის კაციდან ქალზე და ქალიდან კაცზე და ჯადოები გადადის კაციდან ქალზე და ქალიდან კაცზე. ასევე დაავადებაა სოდომ-გომორული ტყუილი ხალხო, ტყუილი. ის რომ შენ როდესაც შენ ცოლთან წევხარ და ვიღაცა სხვა ქალზე ფიქრობ, ან ვიღაცა სხვა კაცზე, ხო? უფრო უარესი შემთხვევა. შენ რა გონია რომ ეს არ ითვლება ცოდვად? მე გესაუბრებით სამ ძირითად ენერგეტიკაზე, რომელიც გაგვაჩნია. ეს არის ხორციელი, მენტალური და სულიერი. ისევე როგორც ხორციელს ვხედავთ ჩვენ და ვეხებით, არსებობს მენტალური და არსებობს
სულიერი ასტრალური არსებობს ხალხო ის შეხებადია. უბრალოდ ამას ვეღარ ვეხებით, იმიტომ რომ აგერ როგორც უკვე ხედავთ, ვისაც შინაგანი ხმასთან ურთიერთობა გაუჩნდა, ყველას წამალი დაალევინეს და მოუკვეთეს ეს შინაგანი შეგრძნების ხმის აღთქმის უნარი. ამას შიზოფრენია დაარქვეს ხალხო. როდესაც ამ ხმების ლაპარაკით მოვიდა ყველა წიგნი და დაიწერა ყველა ღვთის მეტყველი წიგნი. ყველა წერილი ამ ხმებით დაიწერა ხალხო და დღეს რა ქვია, იცი ამ ხმას შიზოფრენია. ესე იგი ჩვენ შიზოფრენების დაწერილი წიგნით გვასწავლის სამღვდელოება, გესმით? და კიდე გვეუბნება რომ შენ თუ ხმა გაგიჩნდა, ხმები და ლაპარაკი წამოვიდა შენთან და დაიწყო სამყარომ შენთან საუბარი, შენ შიზოფრენი ხარ, წადი ექიმთან, მოგცეს წამლები, განიკურნე. მაშინ ავდგები და ამ წიგნს ჩაგაბარებთ უკან და გეტყვით ყველა ის ადამიანი, ვინც ეს წერილი დაწერა, ჯერ განკურნეთ შიზოფრენიისაგან და მერე მელაპარაკეთ ამ წერილებით რა. აი ამ კაცმა რომ ეს თავისი ოჯახი გამოიყვანა ამ სოდომ გომორიდან, შიზოფრენია ქონდა. ხმა გაიგო და ისე გამოვიდა. წამლები არ დალია, შიზოფრენია ქონდა და ისე გადარჩა. გესმით? იმის ცოლს კიდე არ უნდა და შიზოფრენიისგან შიზოფრენია არ ქონდა და მიიხედა უკან სოდომ გომორული ცოდებით იყო დაკავებული და ცნობის მოყარეობით და აი გაიხედა უკან და გაშეშდა იქვე. ეს შიზოფრენი კიდე თავისი ორი შვილით წამოვიდა. ხვდებით ახლა რაზე მინდა გითხრათ? რა მინდა გითხრათ? როგორ გადმოგვიტრიალეს ყველაფერი? ანუ თან გვეუბნებიან რომ შიზოფრენია, რომელიცაც დაიწერა წერილები, არის კარგი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს და თან გვეუბნებიან შენ თუ გაგიჩნდა ეს ნიჭი, შენ არ შეიძლება რომ ამ ნიჭით ისარგებლო. გაყინეს, გესმით დრო. შინაგანი ხმა რომ გეუბნება, შინაგანი სინდისის ხმა რომ გეუბნება, ეს ასტრალური სხეულია. ასტრალურ სხეულში აღარ გიშვებენ შენ. მოგიკვეთეს ამის უნარი. ჯერ იმით, რომ ამ დაზიანებული საჭმელებით დაგიავადეს ეპიფიზი, მესამე თვალს რასაც ეძახიან, მოთავსებულია ჯირკვალი შუბლის არეში, რომელიც არის თვალსა და თვალს შორის არის მოთავსებული შიდა ნაწილში. ეს ჯირკვალი ჯერ გაგინადგურეს, პირდაპირ გაგინადგურეს, იმიტომ რომ ეს ჯირკვალი არის უნარიანი, რომელიც პირდაპირ შენ სხეულს, ანუ ფიზიკურ სხეულს უკეთებს განკურნებას, ანუ თავის ავტომატურად ავტონომიური ის არის ჩართული რაღაცა სისტემაა, რომელიც თვითონ კურნავს, ეს ეპიფიზი კურნავს ჩვენ სხეულს. და ეს ეპიფიზი, როგორც უკვე ვახსენეთ ჩემს წინა ლაივში, თუ იყო ადრე ვაშლის ხელა, ეხლა არის თხილის ხელა. რამხელა განსხვავებაა, ხვდებით? თქვენი ფიზიკური სხეული ამით როგორ დაიტანჯა, ხვდებით? როგორ დასუსტდა, ხვდებით? იმიტომ რომ თუ ეპიფიზისა გააქტიურება, კურნავს აბსოლუტურად ყველა დაავადებას და ამიტომ იყო რომ დაავადებები არ ქონდათ ადრე, სანამ ლებრა არ შემოიტანეს ქრისტეს დროს, მაგრამ ეს ეპიფიზი, როდესაც დიდი იყო და მთლიანად ჯირკვალი მუშაობდა სხეულში, აჰა დააკვირდით რა კუნთიანი ადამიანები ჩანს აქ, მაღლა, მარცხნივ. აბა ეხლა თქვენ კუნთებს და მუცელს შეხედეთ, კაცებო, თქვენ გეუბნებით და ქალებო, თქვენს. აბა გაიხედეთ საზოგადოებაში, ყველა დაავადებული არის. თქვენ გონიათ წონიანობა არ არის ავადმყოფობა? ეგეც სოდომ გომორული ცოდვა არის. მუცელთ მოყარეობა თქვენ რა გონიათ? ეს დაავადება არ არის? ეს არის სულიერი დაავადებიდან წამოსული ხორციელი დაავადება, რომელიც მოდის სტრესისგან და დეპრესიისგან. დეპრესია საიდან გამოდის? ჩვენ თავში იყო და რაღაც ჩვენ გვაქვს გართულება, ხო? დეპრესია შენ კი არ ახარ მარტო პრობლემაში. მთლიანად საზოგადოებაა პრობლემა. დეპრესია მოდის სოციალური ფენიდან. რა საზოგადოებაში ცხოვრობ, ის
საზოგადოებრივი სურათი აისახება შენს ფიზიკურობაზე და აბა გახედეთ ადამიანებო, შეხედეთ 99% გამოსულია მწყობრიდან, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ისე მენტალურად. ჩვენ დარღვეული გვაქვს ყველანაირი ფუნქცია. რატომ? იმიტომ რომ როდესაც შინაგანი ხმა იწყებს ჩვენთან საუბარს და რასაც მე დავარქვი სპირიტუალური ფსიქოლოგია ჩემს საკითხში და მე კი არ დავარქვი, ესე ქვია და ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგია, გინდა ტრანსცენდენტალური უწოდეთ, გინდა ტრანსცენდენტური ფსიქოლოგია რომ დავარქვი, ამაზე დამცინეს ხალხო, ხდებით? ვინ დამცინა იცით? ისევ ფსიქოლოგებმა, განა იმ ხალხმა, ვინც ახლა ვისთანაც ვიყავი. ამ ხალხისგან მე გავიგე, რა საუბრობენ ჩემზე, ხდებით? ხალხი, რომელიც დაავადებული არის სოდომ-გომორული ცოდვებით. თავს პატიოსნად ყიდის და ამასობაში თავის პარტნიორებთან, თავის კოლეგებთან, კოლეგიალებთან აქვს სექსი. ხო? ხალხო, და მე დამცინის იმაზე, რომ როდესაც ადამიანს უწამლოდ ვკურნავ და არავითარი არ სჭირდება ადამიანს, როდესაც ადამიანი ჩემთან მოდის, არც ფულს ვიღებ და იკურნება კიდევაც. და ეს არის სასაცილო თურმე რა. სასაცილო გიჟი ყოფილა. ანუ გიჟი, ჩემი, ანუ ნახეთ რა არის იმ სფეროში, ანუ სისტემაში მე მქვია გიჟი. გესმით? მოდი, ჩემი ზედმეტი სახელი გიჟი იყოს. მე მქვია გიჟი. და სისტემა ვერ კურნავს ერთ-ერთში აი ამ პირდაპირ სიტყვის გაგები ვეღარ კურნავს სისტემა და ეს გიჟი კურნავს. ვინც კურნავს ის ცოტაა. მაშასადამე ცოტა გიჟები გყავს რა. ცოტა გიჟები გყავს. მოდი იცი რა ვთქვათ? მოვძებნოთ ეს გიჟები, რომ გაგვიკურნოს საზოგადოება. იმიტომ რომ ამდენი მამაო და ამდენი ფსიქოლოგი უკვე საზოგადოებას ვეღარ კურნავს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სოდომ-გომორულ ცოდვებში არის თვითონ ფსიქოლოგიც ჩართული, თვითონ მამაოც ჩართული და ვიღა დარჩა, ვინ უნდა განკურნოს. მოდი რა გიჟები მოვძებნოთ, რა იქნება იმათმა განკურნოს, ჩემნაირი გიჟები. მოძებნეთ ჩემნაირი გიჟები, მეგობრებო. ისინი განკურნავენ, მათ მოახერხეს თავის განკურნება და ისინი თქვენს განკურნავენ. მე ვიყავი მასე ვიდექი წირვაზე და ეს ხველება რომ ამითხრა, ეს ზეციური და დაშვება იყო რომ გარეთ გავეყვანე, გესმის ის ხმა რომ გამეგო, ის დიალოგი რომ გამეგო, მე რა ხდება საზოგადოებაში, ხალხო წირვაზეთ გახარდა იტყუები, უბრალოდ ჩვეულებრივად გეგონება ეს იყოს ჩვეულებრივი მომენტი, ღმერთო ჩემო. და ხველება რომ ამითხრა, გავედი გარეთ და შემოვედი. ამასობაში ადგა ერთი ქალბატონი იქიდან და მოვიდა ჩემთან და ფილტვებზე მისვავს ხელს, რა ლოცულობს და განიკურნოსო და ხველება აღარ მაქვს, გესმით და ეს ქალი გაჩერდა და ამოს, ვინ ახარ ასეთიო? შენ აქეთ განკურნავო, ვინ ახარ ასეთი კარგი, არ ვიცი ვინ ხარ ასეთი კარგიო, მაგრამ შენ აქეთ განკურნავო, მეუბნება ხმამაღლა, მეუბნება ადამიანი. აი ძალიან გთხოვთ რა. მე ვეღარ გამოგიყვანთ ვერაფრისგან რა. თუ ნება არ იყო თქვენი და ვერც ღმერთი ვერ გამოგიყვანთ ვერაფრისგან. თორნიკე, იმედი თუ გაგიცრუე, არ ვიცი. საქართველოს საზოგადოება 90%-ით დაავადებულია. და ეს ჯერ კიდევ არ არის ევროპის ქვეყნებში რა. მე არა ვარ ევროპის მომხრე და არც რუსეთის მომხრე არა ვარ, ხალხო გამანებით თავი, არ მომაწეროთ ახლა რაღაც პოლიტიკურობა, მაგრამ მე გეტყვით რა, ევროპაშიც ვისწავლე და ვიმუშავე და ვიცხოვრე. და საქართველოშიც აქ ვისწავლე, ვიმუშავე და ვიცხოვრე. არ მიმუშავია, კი მიმუშავია. ვცხოვრობ რა. და განსხვავება არის როგორც მზე და მთვარე რა. ჩვენს ქვეყანაში არის სიბნელე. ქაჯეთის ციხია.
ჯოჯოხეთია. იმიტომ რომ რატოა ჯოჯოხეთი იცი? იქ ევროპაში მრუშს ის მაინც არ უტყდება რომ თქვას რომ ეს ამას ვაკეთებ. აქ საქართველოში მრუშ წმინდანი გონია თავი, იმიტომ რომ ეკლესიაში დადის და ეზიარება. მატყუარას წმინდანი გონია თავი, იმიტომ რომ ეკლესიაში დადის და ეზიარება. მღვდელს წმინდანი გონია თავი, იმიტომ რომ თავის სტიხაროსანთან სექსი აქვს და ეკლესიაში დადის და გონია რომ განიწმინდება და ღმერთი აპატიებს. და ადამიანი რომელიც ეს ყველაფერი იხილა ვისაც შინაგანი ხმები ესმის, ხო? და პირდაპირ ამ ხელს ეს შინაგანი ხმა რომ აქ არ არის მართალი, აქ სინათლე არ არის, არც აქ, ასეთი ადამიანის შიზოფრენია დღეს ჩვენ საზოგადოებაში, გიჟია და კურნალობა ესაჭიროება. ხვდებით სად ვართ ამოტრიალებული? და რა უნდა ამოტრიალდეს? ხომ ხვდებით? ლილი წერს რამდენ რამეს ახლად ვიგებ, მადლობის თქმა ძალიან ცოტა ღმერთ მადლს მოგიზღვევს თამარ. ამინ. მადლობა ლილი. რიმა წერს ვერ კურნავენ მასეთებს ადამიანებს წამლებს აძლევენ და უარესად ხდიან მიყავთ სიგიჟემდე მაგ წამლებით არა და უნდა მიხვდნენ რომ მისი ადამიანები რომ ის ადამიანები ვინც ხმებს ყურებს გიჟები არ არიან არამედ შეიძლება კი ციციან და მაინც ალევინებენ წამლებს რომლებიც არ შველით დროებით მიაყუჩებენ. ხო, რიმა, კი ეგრეა. და რამდენი ის გავიგე უკვე ისტორია, რომ ქმარი რო ემუქრება ცოლს, აღარ ჩაიხედო მაგ ანბანში, თორემ მე შენ საგიჟეთში მოგათავსებ. გესმის, ვისაც ანბანი ეხსნება, ვისთანაც იწყებს ენა, ხალხო ტირილი მინდება, ენა ვისთანაც საუბარს იწყებს. ვისაც შინაგანი ხმები ეხსნება, ხალხო, მათ ქმრები ემუქრებიან, რომ საგიჟეთში წაგიყვან. აღარ გამაგონო მაგაზე საუბარი, გესმის? ის კი არა რომ დაინახავენ იმისიც ეშინიათ ამ ქალებს, რომ როულით და წიგნით ხელში არ დაინახონ. ჩუმად აკეთებენ ამას ხალხო, აზზე ხარ, რა დროში ვცხოვრობთ. და ვიღაცა იტყვის რომ სინათლეში ვცხოვრობ და ადრე რომ მკვლელობები ხდებოდა ის საშინელება იყო და ეხლა რა კარგ დროში ვართ თურმე. ღმერთო ჩემო. მართალი ხარ ბევრს ესმის შინაგანი ხმა რომელიც გესაუბრება ბევრ რაღაცაზე. ეს ხმა ზეციდან მოდის, მე ასე მჯერა. რა თქმა უნდა ნინო, რა თქმა უნდა. ადამიანები რომლებიც უკვე მაღალ სიხშირეზე არიან, შანსი არ არის ეს ყველა გაიგებს ამ ხმას. ყველას დაელაპარაკება ეს ხმა და ამას უწოდებენ რაო, ბელაია რაღაცაო რა თქვა. რაღაცას უწოდებენ ეს ანუ საშინელებები ხდება ხალხო, საშინელებები. ყვეთენ ამ ადამიანებს იმ ნიჭისგან რაც ეძლევა. უყვეთენ ამ ადამიანებს. ნუ არ გამორიცხავ, არსებობს ისეთი ხმებიც რომელიც გეუბნება რომ თავი მოიკალი, დემონური. შენ რო გეხსნება, ხო? იქ დემონის და ანგელოზიც ერთად დგას. შენ რო გეხსნება, შენ გაფილტრა თუ არ ისწავლე, ხო, ამ ხმების, რომელი დემონის ხმა და რომელი ანგელოზის ხმა, შენ დარხეული გაქვს მაგრამ იმის მაგივრად რომ ამ ფენომენს მიხედონ და ამ გზით განვითარდეს ფსიქოლოგია. ამას ყვეთენ, იცი რამდენია ესეთი მაგალითი ხალხო? და ხო უნდა დაფიქრდე როგორც ფსიქოლოგი, რომ ეს ხალხი მართლა ხო არ რაღაცა ფენომენთან გვაქვს, ესე იგი, საკითხი, ამდენ ხალხს რომ ხმები ესმის. ამდენი ხალხი რომ გამოფხიზლების დონეზეა. ეს ხომ წამალი ხო არ არის ამის გადამწყვეტელი არა, ხალხო გამაგიჟებთ მე თქვენ რა. ფსიქოლოგებო რა გჭირთ? მიაქციეთ ამას ყურადღება. მიაქციეთ რომ ეს დაავადება კი არ არის, ეს არის ფენომენი, რომელიც ახალი დროის არის, იხსნება ეს. ჩვენ სხვა სიხშირეებზე ავდივართ და ეზოთერებს და იმებს რას უწოდებენ, იცი? მამაოები და კლასიკური ფსიქოლოგია და მედიცინა?
დემონებით არიან შეპყრობილიო. ჯადოქრებს უწოდებენ. ხვდები რას აკეთებენ? და თვითონ ხომ არიან მაგრები. რიტუალებით არიან სავსე. მთელი წირვები რიტუალებით არის. მთელი წირვა არის რიტუალის ჩატარება, ხალხო. და ეს არ არის დემონური? თუ შენ ჯადოქარს ეუბნები, რომ დემონი ხარო, ეზოთერიკს ეუბნები, დემონი ხარო, და ფსიქოლოგები მეუბნებიან, რომ აი აზე ხარო, სად გაბერეო, რომ სპირიტუალური ფსიქოლოგი გახდიო. რატო გავბერე მე თქვი? მე რა ადამიანებს არ შველი? მე თუ სპირიტუალური ფსიქოლოგი ვარ და მე თუ ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში და აი ამ უხილავ სფეროებში, რომელიც არის ასტრალური ველი ეს, ხალხო, ფიზიკური ველი ხო არის მესამე განზომილება. ასტრალური ველი არის მეშვიდე განზომილება. და შენ გინდა მითხრა, რომ მეშვიდე განზომილება არ არსებობს? მაშინ მე როგორ გავიგო, რომ შენ აზროვნებ, ვერ ვხედავ შენი ტვინი სად დევს. ვერ ვხედავ, სად გაქვს ტვინი? დამანახე, აბა შენ გამოიღე ხელით ასე მომენტში და დამანახე, რომ ტვინი გაქვს, რომ გავიგო, რომ აზროვნებ. აზროვნება ხო არის ამ ასტრალური ველის პროცესი არა? აზროვნება, სიყვარული, ყველა ემოცია ასტრალური ველის პროცესია, ხალხო, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიცით, რომ არის, ხო? რაღაცას გრძნობთ. და შენ ფსიქოლოგი მეუბნები, რომ აზე ხარ სად გაბერეო? ამ გოგოებზე არ იყო საუბარი, მე ვისთანაც გუშინ ვისაუბრე, მეგობრებო, ესენი არა, მე კიდე სხვა ფსიქოლოგებთან მაქვს ურთიერთობები და საუბრები, რომლებიც ჯერ ვერ აღიარებენ ჩემს ნიჭებს, გესმის? და აი იმ ფენაზე მაქვს მე საუბარი. ისევე როგორც მამაოები ვერ აღიარებენ ჯერ ჩემს ნიჭს, ჯერ ზოგიერთი სოდომ-გომორული წოდებით დაკავებული მამაო, ისე სოდომ-გომორული წოდებით დაკავებული ფსიქოლოგი ვერ აღიარებს ჩემს ნიჭს, გესმის? იმიტომ რომ მე იმას რომ ხედავ, პირდაპირ ვშიფრავ ვინც არის. და ეშინია ამის. ეშინია რომ აღიაროს მართალი ხარ. მაგრამ რომ მითხრას რომ მე მართალი ვარ, ისევ მართასთან მივედით, ხო? ესე იგი, უნდა აღიაროს რომ ის არის დაცემული, ყველაზე დაბალ ვიბრაციაში არის. სოდომ-გომორული წოდები არის ყველაზე დაბალი ვიბრაცია. პირველი ჩაკრის დაზიანებულობა არის. შენ ხარ გამოკეტილი პირველ ჩაკრაში, რომელიც სასქეს ორგანოს ვერ გაცდა, ვერ გაიაზრა ეს რა არის, ჯერ ვერ გატკბა და ვერ გაძღა ამით და ეს ამოძრავებს რა. პირდაპირ ამით არის მართული. ხვდები? პირველი ჩაკრის დაზიანებით არის მართული. როდესაც პირველი ჩაკრა დაზიანებულია, იქ შენ როგორც ხარბი, აი შოკოლადს რო დაეხარბება მესამე ჩაკრის დაავადებული ადამიანი, ხო? მესამე ჩაკრა როცა გაჭედილია, შენ ხარ კუჭ მოყვარე. ანუ მუცელთ მოყვარე. და პირველი ჩაკრით დაზიანებული ხარ სექს მოყვარე. ყველას ნებისმიერ კაცი, ქალი, ძროხა, ვირთხა არ იცი. შენ გინდა ყველასთან და ყველაფერში. გესმის? ეს არის დაზიანებულობა, როცა ვერ ძღები. იმიტომ რომ იქ მინუს ძალაა, იქ არის მინუსში ხარ. სულ ყველაფრისგან გინდა მიიღო. ყველაფრისგან, რაც კი არსებობს შექმნილი, იმისგან გინდა მიიღო. პედოფილიაც იგივენაირად მოდის. იმიტომ რომ მინუს ძალაში ხარ, არ იცი როგორ განკურნო ის პირველი ჩაკრა. განკურნება სჭირდება იმას. როგორც კი განიკურნება ეს პირველი ჩაკრა, შენ ესეთი რაღაცები აღარ მოგინდება. და ამას ეს არ არის დაავადება ფსიქოლოგიაში. პირიქით, შენ თუ არ გაქვს ეს გახსნილი, გიხსნიან, გესმის? წამლებს გიწერენ. რო ავადახარ თურმე თუ შენ სექსუალურობა გაკლია, გაკლია კი არა და ეს ამას ვერ იღებ, იმას ვერ იღებ, იმას ვერ იღებ, ესე იგი შენ ეს პრობლემა გჭირს. უნდა წამალი დალიო და იმას აქნა, განიკურნო. სოდომ-გომორის წოდებში გადახვიდე. რომ შეგეძლოს სექსუალურობის რაღაც ის გამოცდილების მიღება. ხვდებით რა სადავა, სატრაქში ვართ, ხვდებით უკაცრავად ამ სიტყვაზე. თამარ მოგესალმები, ნესტანი წერს. დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით რა სიტყვი ორაფას საქართველოს
ორად საქართველო გაყოფილი ზისხი და სისასტიკე გვახჩობს რა ვქნათ საით ვიხაროთ ნესტარი ხომ გითხარით რაც შინაგანშია ის არის ის არის საზოგადოებაშიც ისევე როგორც ცაზე ისევე როგორც საზოგადოებაში ეს არის ჩვენი შინაგანი სახე დღევანდელ საქართველოში რასაც ვხედავთ შინაგანი სახე არის ორად გაყოფილი შეუერთდე ღმერთს თუ დარჩა სისტემაში და ამაზე ხშირად საუბრობ რა აი ხა ქალბატონი მესაუბრა დღეს გუშინ რომ თამარო დიდი მადლობაო რა ჯერ ეგეთიც მომიხადა რომ მე ამ სისტემაში რო ვიყავი ჩაჭერი და ვერ გამოვდიოდიო რა ხა ძალს მე სამსახური მეკაჩება ძალს მე ქრისტესთან მინდა ძალს მიბიძგებს ეს სამსახური რომ ვიტყუო და ტყუილებში ვიყო და იქ თუ არ ვიყავი მე ვერ დავეხსნები ამ სამსახურს ესა ტყუილების გარეშე არ შეიძლება და თუ იქ არ ვიყავი მე სამსახური არ მექნება და აი ამ ორ ჭიდილში არის ეს ქალბატონი იყო რომ ვიმუშაო არ ვიმუშაო ვიმუშაო თუ ქრისტე აი ესეთი პრობლემა რო აქვს ადამიანს პური თუ ქრისტეო რწმენა თუ ქრისტეო ხო თქვენ გონიათ ვიღაცა მოვა და ესე პურს დაგიდებთ ხელში და ერთ ხელში ჯვარს და ერთ ხელში პურს და ესე მერე იქნება ეს ბოლო ჟამი თქვენ გონიათ რომ ეგრე მოხდება ეგრე თვალნათლი უკვე გიდებთ წინ ხალხო უკვე გიდებთ წინ სამსახურში როცა მიდიხარ ყოველ წუთს გიწევს შენ ტყუილის თქმა შენ იტყუები შენ თავს ატყუებ რომ ბედნიერი ხარ შენ თავს ატყუებ მამონას ემსახურები ტრანსცენდენტული ის არის რომ გასცდე ამ შენ საზღვრებს გადადგა ეს ნაბიჯი და ქალბატონმა მომიხადა მადლობა რომ მადლობა შენა მადლობა უფალსო რომ მე გადავდგიო ეს ნაბიჯიო და დავიხსენი თავი ამ სამსახურისგანო რა რაც მაწუხებდაო რომ ვიტყუებოდიო გესმით ხალხო სანამ არ შეგვაწუხებს მე ვერაფერს ვერ გიშველით შინაგანი ხმა სანამ არ შეგაწუხებთ ჩემი ნათქვამი ერთი ყურიდან რომ შევა მეორედან გავა თქვენ თავში გაერგვიეთ იმოგზაურეთ თქვენს თავში და თუ შინაგანმა ხმამ დაიწყო ხმა მაღლა უკვე ყვირილი რომ რა საკეთებ ხო ფსიქოლოგთან კი არ წახვიდე და წამლებით კი არ გაიჭყიპო მოусმინი ამ ხმას მოусმინე ზოგჯერ არის რომ ყვირის ეს ხმა და გესმის რეალურად შინაგანი ხმა უკვე ყვირილს იწყებს ხალხო ეს შიზოფრენია არ არის მიაქციეთ ყურადღება ეს არის თქვენი შინაგანი ხმა ღვთისმოშიში ლოტის ოჯახი იყო შე რომ საუბრობ ოჯახზე ცოლმა მოიხედა უკან და მარილის სკვად იქცა თვითონ ორი ქალიშვილი გამოვიდა ხო მარილის სკვად რატო იქცა რიმა უკვე თქვი იმიტომ რომ თვითონაც იყო სოდომგომორული ცოდებით და დაავადებული თორე უკან არ მიიხედავდა ის რო არ ყოფილიყო უკან მიიხედა ცნობის მოყარეობის გამო ცნობის მოყარეობა სოდომგომორული ცოდები არის ცნობის მოყარეობას მივყავარ ზუსტად ამ სექსუალური სოდომგომორული ცოდებამდე იმიტომ რომ შენ უბრალოდ გაინტერესებს როგორია იმის როგორია იქ შეყოფა როგორია იქ გამოყოფა როგორია ყველაფერი გაინტერესებს გესმის ცნობის მოყარეობა ჩვენ საუბრობთ როგორც ზრდასრული ადამიანები და არ დამიწყოთ ეხლა რომ ესეთ სიტყვებს რატო იძახი ქალი და ვინც ამას იტყვის პირველია სოდომ-გომორით დამნაშავე იმიტომ რომ შეაწუხა გესმის სინდისმა ეს რო ვთქვი ვინც არ არის სოდომ-გომორულით ცოდვით დაზიანებული არ შეაწუხებს ის რასაც მე ვიძახი ამიტომ ვინც სოდომ-გომორული ცოდებით არის დაზიანებული იმას აწუხებს ჩემი გინება და ვინც არ არის დაზიანებული იმას არ აწუხებს ვინც სუფთა იმას გინება აღარ აწუხებს ხალხო და ვისაც აწუხებს რამდენმა დამიკავშირდა უკვე და მითხრა მთხოვა რომ ძალიან გთხოვო რა დაო ნუღა შეიგინებიო ესე იგი წარმოგიდგენიათ რამდენი არის სოდომ-გომორული ცოდებით დაავადებული და რომ ესაც აწუხებს და წვავს ჩემი სიტყვა
გესმით თქვენ? თორე რაც სუფთა ადამიანმა რაც არ უნდა ბილწი სიტყვა გაიგოს, რასაც ჩვენ ბილწი შევარქვით, ხო? რა ბილწი, სიტყვა ბილწი არ არსებობს საერთოდ ხალხო. ყველა სიტყვა ღმერთისგან გამოდის. ბილწი იმიტომ არის, რომ შენ სოდომ-გომორული ცოდვებისგან შეაძენინე ამ რაღაცა სიტყვას ეს აი მაგალითად ასო, ხო? ფალოსი, ხო? ფალოს შენ ასოცირებ უკვე იმ სოდომ-გომორულ ცოდებთან და როგორც კი ეგ სიტყვა გესმის, წითელს გინთებს, წვავს და არ გსიამოვნებს. ამიტომ შენ ჩემი გინება გულზე მოგხვდება, შენ თუ სოდომ-გომორული ცოდვებით ხარ დაკავებული. გამხელს პირდაპირ. და ვინც სუფთაა იმას საერთოდ არაფერს არ ამხელს. ისე გაიგებს როგორც თქვი. რომ ეს ყველაფერი არის შექმნილი ღმერთისგან. ფალოსიც და ფუჩუც. ყველაფერი ღმერთისგან შექმნილია ხალხო. ნუ დააბილწეთ ეს ყველაფერი. და ნუ წაართვით ღმერთს, ნუ მიაწერეთ ღმერთს ბილწაობა. თქვენშია ეს სიბილწე, რომ თქვენ აასოცირებთ ამ ყველაფერს იმ ბილწთან. მე იმედი მაქვს, რომ უფალი არ გაგწირავს. მე იმედი მაქვს, რომ უფალი გვიშველის, ეს სწორი გამოთქმა არის. მე იმედი მაქვს, რომ უფალი არ გაგწირავს, ნიშნავს, რომ მე იმედი მაქვს, რომ უფალი გაგწირავს. იმიტომ რომ არ შეისმინება და ვერ შეისმენს სიტყვა, არას ვერ შეისმენს სამყარო. და გონია რომ შენ ასე საუბრობ. მე იმედი მაქვს, რომ უფალი გაგწირავს, მაგრამ სასჯელის გარეშე ეს მოხდება. ხვდები? ანუ ყველგან სადაც არა გამოირისხება, წინადადება ლაგდება ისე როგორც თითქოს შენ გინდოდეს რომ ეს იყოს. ამიტომ წინადადებები დაალაგეთ სხვანაირად ხოლმე რა. აი ესე მაგალითად, მე იმედი მაქვს, რომ უფალი გვიშველის, ნესტან შენს წინადადებებს ვასწორებ ახლა. მაგრამ სასჯელი მოხდება, მაგრამ დაისჯება. სასჯელი არასწდება, ანუ სასჯელი არასწდება, კი რა, სასჯელით მოხდება ეს. მოგვივლენს განსაცდელს და ვინც გადარჩება ქრისტეს გზას დაადგება. უფალმა თავისუფალი გონი მოგვმადლა და ვფიქრობ, სწორად უნდა ვიაზროვნოთ და გავარჩიოთ თეთრი და შავი. ვნებების მოთოკვაც ვისწავლოთ, ვაღიაროთ ცოდვები და გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. კი. ნესტან ჩვენ უნდა დავიჭიროთ სასწორი ხელში. და სასწორის ხელში დაჭერა ნიშნავს ის, რომ ერთ გვერდზე დევს ნათელი, მეორე გვერდზე დევს ბნელი. ეს ორივე არსებობს და ამის გარეშე არ არსებობს სამყარო, არც ერთი ველი არ შექმნილა ამის გარეშე. ბნელიც ყოველთვის იარსებებს, ნათელიც ყოველთვის იარსებებს. ეს არის გარდაუვალი, რომ ჩვენ ბნელი გავაქროთ. არ არსებობს, რომ ჩვენ ბნელი გავაქროთ. ღმერთმა არ გააქრო ბნელი, ამიტომ ადამიანსაც არ აქვს უფლება, რომ გააქროს ბნელი. მაგრამ შენ შეგიძლია ბნელი მოიცვა ნათელით. ესე იგი, სასწორის ის მხარე, რომელზეც ნათელი დევს, გააძლიერო. აიწონა, დაიწონა, იმიტომ არის ეს. აიწონა, დაიწონა, ჩვენ ხელში არის. აწონე და დაწონე, რომელი მხარე გინდა გააძლიერო. გინდა რომ ბნელი მხარე გააძლიერო? მაშინ ნათელი აიწევს მაღლა, ანუ ბნელი დაიწევს დაბლა. და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ზეცისკენ ამავალი არის სინათლე და ქვესკნელისკენ დამავალი არის სიბნელე. გააძლიერებს სიბნელეს. სინათლე წავა ზეცისკენ. გააძლიერებს სინათლეს. სიბნელე წავა ზეცისკენ. აი ეს არის ერთ-ერთი დიდი ფორმულა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაზროთ. ინი და იანის ფორმულა. ინი და იანის ფორმულაა ეს. თამარ სიმართლეს იძახი მუცელ ღორობა მომაკვდინებელი ცოდვა აღთვის წინაშე. კიგელა. ნესტანი მე მესმის, რასაც ამბობ, ვიღებ და ვიაზრებ, ვაანალიზებ და ვსწავლობ. მადლობა თამარ. მადლობა ნესტან. მე როდესაც ხისტად ვსაუბრობ, ხოლმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თქვენ ან შეურაცხყოფას გაყენებთ და ან კიდევ რაღაცა ცუდი მინდა თქვენთვის. უბრალოდ მე თუ ესე არ ვთქვი, თქვენ
თქვენთან არ მოვა ჩემი სიტყვა, გესმის? მე თუ გველს ხვრელიდან ამოიყვანს ენათკბილად მოუბარი, ეს იყო ეს დრო მორჩა უკვე მეგობრებო რა. ეს დრო დღეს უკვე გველს ხვრელიდან ამოიყვანს ენა ხმამაღლა მოუბარი, ენა მტკიცედ მოუბარი. ესე უნდა გადაკეთდეს უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ხო განვითარებაში ვართ. ენა მწარედ მოუბარი, დღეს ესე უნდა ვთქვათ ჩვენ. ენა მწარედ მოუბარი თუ არ გქონდა, ჩვენ გულზე არ მოგხვდება არაფერი და ჩვენში არაფერი არ დაიწყებს ტრანსფორმაციას. ამიტომ როდესაც მე პირდაპირ ვარ, ადამიანებს ცოტა ვაშინებ ხოლმე რა, რომ პირდაპირ ვეუბნები მის ნაკლს და ფსიქოლოგთან როცა მიდის, არ ეუბნება პირდაპირ მის ნაკლს. მოუვლით ისე რომ არ ეთკინოს. თუ არ გეთკინა ხალხო, თქვენ ვერ გაიზრდებით. თქვენ 100 წელი დაგჭირდებათ განვითარებისთვის და დრო აღარ იცდის. ის არის თუ არ მოხვდა მიზანს და არ გაჭრა და არ გააპო, ხო? შე როგორ გინდა გაიზარდო? ლოლიაობით? წამლებით? ვიღაცის მასაჟებით? არ გამოვა ეგრე, არა. აღარ გამოვა ეგრე. ეხლა სხვა დროა. ჩვენ ვართ ეხლა ასტრალურ დროში. ჩვენ გასულები უნდა ვიყოთ უკვე. ჩვენ ყველა ჩვენ შინაგან ხმებს უნდა ველაპარაკებოდეთ და აი ამ როგორც წერილები დაგვიწერეს ამ ხალხმა, რომ შინაგან ხმას ესაუბრებოდნენ და შინაგანი ხმა კანახობდა მოსესაც, იმასაც, ელიასაც, ყველას შინაგანი ხმა. ყველა უნდა ვიყოთ უკვე მოსეც, ელიაც და ქრისტეც. თქვენ რა გონიათ ქრისტეს სხვა ხმა ესაუბრებოდა? ქრისტეს შინაგანი ხმა ესაუბრებოდა. ამიტომ გიშლიან და მადლობას გიხდიან ამბიონებიდან, რომ კარგ მადლობაო, რომ გადავდეთო კიდე ერთხელ აღდგომაო. მეორედ მოსვლაო. როცა მეორედ მოსვლა მოსულია უკვე. აქ არის ქრისტე გველაპარაკება და ჩვენ ამას წამლებით ვჭყიპავთ, რომ არ გველაპარაკება, შიზოფრენიაა ეს, შიზოფრენია. და ილია მეორე რომ ტრაკში შველა ქალს დალოცავს სცენაზე გამოსასვლელად და ტრაკის საქმნევად, ხო? კარგია, ეს უწმინდესობა და უნეტარესობაა. მან ხილვაში იხილა რომ ნუცა ბუძალაზე ტრაკი უნდა იქნიოს ევროკავშირის სცენაზე. კი, დალოცა. ისა ღვთიურია ეს, ღვთიური. ფეხბურთელიც დალოცა. აზარტული თამაშები რომ გაავრცელოს საზოგადოებაში. ფეხბურთელიც დალოცა, კი, ღვთიურია. აზარტული თამაშები ღვთიურია. სტრიპტიძი ღვთიურია, მეგობრებო, უწმინდესმა და უნეტარესმა ხელი დაასვა ამას ყველაფერს. და შინაგანი ხმა როცა იწყებს საუბარს, ეს შიზოფრენია, დემონურია. გინებაზე თამარ, გინებაზე ტელეფონი როგორ მიაწოდებს ნაწერს რა. ვერ მივხვდი რიმ არას მეუბნები. ტელეფონი როგორ მიაწოდებს ნაწერს რა. როგორ მინდა რომ მალე მოხდეს მეორედ მოსვლა, განწმინდეს და გათავისუფლდეს. მეორედ მოსვლა მოყვავს ჩვენესთან. სხვას არავის არ მოყავს მეორედ მოსვლა. მეორედ მოსვლა არის როდესაც ჩვენ ვიწყებთ უკვე, როდესაც ჩვენ განვიწმინდებით, იქ უკვე სისტემასთან ომი გექნება. აუცილებლად გექნება ომი. ომის გარეშე განწმენდილი ადამიანის სიცოცხლე არ არის. ომის გარეშე ქრისტეს რჩეულთა სიცოცხლე არ არსებობს. ომის გარეშე ქრისტეს ცხოვრების გავლის გარეშე არ არსებობს და ქრისტეს მთელი ცხოვრება ქონდა ომი სისტემის წინააღმდეგ. ქრისტე არიჯდა სახში ბუნჩულად ერთ კუნჭულში და არ ლოცულობდა იქ თავისთვის. ქრისტე ადგა და პირდაპირ სისტემის მხელა დაიწყო გარეთ ხმამაღლა და მოციქულებთა შორის კიდევ ხმამაღლა ყვირილით. განრისხებითაც და ყველაფრით. გესმით?
ჩვენ სახში ძომა და მარტო ლოცვა არაფერს არ გუშველის, გესმით? წავედი მეგობრებო, ახლა გაკოცეთ და იაზროვნეთ. შერონ სტოუნიც ევასებოდა მაგას დალოცა ეგეცო ლაშაწერს. ლამაზი ფეხები აქვს და კი ბატონო. და ფეხებს შორის ადგილი. ეტყობა მაგის ფილმებს იცნობდა კარგად. წავედი მეგობრო, გაკოცეთ აბა თქვენიცით.